ვარ ლუსია დიასამიდე 8 წლის. სწავლობ მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, ცეკვა, საჭმელების გაკეთება. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა ვისწავლე ბაღში, როცა ვიყავი 3 წლის. ჩემი პირველი ნახატი იყო მზე. ახლა ვიცი ტბის ხატვა, მზის ხატვა, ყვავილების ხატვა და მთვარის ხატვა. ყველაზე ძნელია გემის დახატვა, ყველაზე ადვილია სახლის დახატვა. მე ახლა გასწავლით სახლის დახატვას. დავხატავთ სახურავს, დავხატავთ კედლებს, დავხატავთ ეზოს, დავხატავთ ფანჯარას, დავხატავთ კარს, დავხატავთ მზეს. ეზოში დავხატავთ ძაღლი და ყვავილები. აქ მოვაწერ ხელს. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი და არ მიყვარს მწვანე. იმიტომ რომ ყვავილების დახატვაში ვერ ვიყენებ. ყვავილებიდან მე ვგავარ ენძელას. მე ვაგროვებ ჩემ ნახატებს. იმიტომ ვაგროვებ, რომ ჩემ მეზობლებს მივცე. ახლა მაქვს 2 კარგი ნახატი. ჩემ ნახატებს ყოველთვის ვჩუქნი რიტა დეიდას. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ვჩუქნიან. დაბადების დღეც მიყვარს, მაგრამ უფრო ახალი წელი. თოვლის ბაბუაკ სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მომიტანა თოჯინა და კალიასკა. წელს მინდა მომიტანოს ბაბთიანი თოჯინა. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 91 წლის და მისი სახელია ჯუმბერი. მე მიყვარს ყველაზე მეტად თოჯინების თამაში და სახლში მყავს 9 თოჯინა. ჩემ საყვარელ თოჯინას ქვია ნუციკო. ცოტა ცელქია, მაგრამ ჭკვიანი და დამჯერი. ზოგჯერ მგონია, რომ ნუციკო არის ჩემი ბავშვობა. ჩემი ბავშვობა დამთავრდა 5 წლის ასაკში. მინდა ვიყო პატარა და სულ მენატრება ჩემი ბავშვობა. ახლა მინდა რომ ვიყო 4 წლის. იმიტომ რომ ბაღში დავდიოდი. ბაღი იმით ჯობია სკოლას, რომ ვერთობით, ვთამაშობთ, ვჭამთ და ვიდინებთ. ერთხელ დამესიზმა კარგი სიზმარი. მგელს რო დაუძდევდი და დათვითჩემდა და ფეხზე უკბინე. ადრე ვსწავლობდი კავკასიის ბიზნეს სკოლაში. ახლა გადმოვედი მე-14 საჯარო სკოლაში. იმედია ეს სკოლაც კარგი იქნება. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდე მინდა რომ ვიცოდე ფრანგული. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი თურქეთში. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ნათია სარჯველაძე. იმიტომ რომ ბედნიერია, სახალისოა, მოთამაშეა. ბედნიერი იმიტომ მგონია, რომ ყოველთვის ჩვენთან ერთად ცეკვავს. მე ცეკვა მიყვარს და ჩემი თვისწავლე. როგორ ვისწავლე და სიმღერებით? როგორ ვისწავლე და სიმღერებით. ტელევიზორში ხმამაღლა ვთავრ და ილეთებს ვიგონებ. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული გადმდაგანა. საყვარელი ილეთია ეს ტრიალი. ვარ ნიჭიერი გოგო და სიმღერაც მიყვარს. ჩემი საყვარელი სიმღერა I got made Jacks. ახალი სიმღერაა და სიტყვები კარგად არ მახსოვს. მალე კატა მეყოლება. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ბაბუა. მინდა მყავდეს 2 და 1 ძმა. კიდე მინდა მყავდეს 2 კნუტი და 1 ლეკვი. მამიკო არის სიმპათიური, მამაცი, უშიშარი, სასაცილო და ხიარული. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის პრანჭია, ფილი, ზრუნველი, პრანჭია და ლამაზი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. ბაბუა არის ვაშკაცი და სულ მეთამაშება. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული მჭადი. სხვათა შორის მეც ვიცი საჭმელების გაკეთება. პირველად რომ გავაკეთე საჭმელი, ვიყავი
7 წლის. ეს ეტმელი იყო ტოსტი. ახლა ყველაზე კარგად ვაკეთებ სალატს. რა გავიზრდები, მინდა რომ გამოვიდე მასწავლებელი. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოსულიყავი ექიმი. ჩემი დედიკო არის პოეტი და ლექსები ჩემმა ბებომ მასწავლა. ხანდახან მას უწერ ლექსებს. ზოგადად ჩემი ლექსები ჯობია. ლექსებს ვერ ვიმახსოვრ, მაგრამ სათაურები მახსოვს. მაგალითად, ჩემი ლექსები სათაურია: მამაცი კაცი, თოვლის პაპა, თოვლის ბაბუა. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია აკაკი ტერეთლის ანბანი. სახში მაქვს კარგი ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკის დირექტორი არის დედიკო. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, სულ იქნებოდა თოვლი. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ლუსია რომ არ მერქვას რა მერქმეოდა. მე ლუსია დამერქვა დედა და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ლუსია რომ არ მერქვას მერქმეოდა ნათელა. ჩემ შვილებს დავარქვა ნუციკოს, იას და ალექსანდრეს. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას: რომელი სუპერძალა უნდა რომ ჰქონდეს? მე მაგალითად მინდა რომ მქონდეს ტელეპორტაციის სუპერძალა. ბედნი ერება არის რომ ჩაწვევი თოვლში. კიდევ არის დედიკოს და მამიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.